აი გახსოვთ დამასკელზე რო ვილაპარაკეთ და თითქოს რაღაც იმ რთული თავების განხილვა უნდა დაგვეწყო. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე მართალი გითხრა რა და რაღაცა ისეთი არ მინდა შევეჭიდო რომ რაღაცა შეკრებისთვის შევიკრიბოთ რა. მე მინდა რომ თქვენ აქედან ყოველთვის რაღაცა წაიღოთ. ამიტომაც თუ გადავშლი ახლა მე ამ თავს ამის კითხვას დავიწყებ, შეიძლება ძალიან ბევრი რამ გაუგებარი დარჩეს. გაუგებარი დარჩეს, იმიტომ რომ არ არის ეს ადვილი ტექსტი. და ამიტომ ასეთი რამ ვიფიქრე. მოდით ასე გავაკეთოთ, რომ თუ გნებავთ ამ ტექსტებს მე თქვენ თუნდაც თითო თავს ამოვიღებდი, აი რაც წავიკითხეთ სარჩევიდან ხო გახსოვდა დიდი ინტერესი გამოიწვია. თითო თავს ყველას მოგცემდით თქვათ, როგორც ჩათვალეთ რომ დავალებაა, რომ აი სახლში უნდა წაიკითხო და მე ერთად განვიხილოთ აქ. რატო იცით რომ ჩემი წაკითხულიდან შეიძლება უფრო ძნელი იყოს ამის. მაშინ უნდა გავჩერდეთ თითოეულ წინადადებაზე და აი თქვენ რომ გაუსვათ ამას ხაზი, ჯერეთი თქვენ თვითონ ძალიან დაგეხმარებათ, რომ რაღაც ეს არ იქნება ცალკარში ფეხბურთის თამაშებით, რომ ხოლოდ მე ვაწოდებ და თქვენი მხრიდან არ მაქვს რაღაცა მოწოდება. ასე ვიფიქრე. მაგრამ ვიფიქრე, აბა სხვა რა შეიძლება რომ დავიწყოთ და ვიფიქრე ასეთი რამ რომ რადგანაც არის შობის მარხვა, დავიწყოთ სახარების კითხვა, უშუალოდ ქრისტეს შობის მოვლენების შესახებ განვიხილოთ და მერე თქვა სახარებას ან თანმიმდევრულად მიყვებით, ან რაღაცა მოვლენების მიხედვით მიყვებით და ასე გადავწყვეტ. მე ხლა მაინც დროს დავინიშნავ რომ ჩვენ ძალიან არ გადავაშოროთ, არ გაკინოთ აქ შემდეგში იმედია ჩავრთავთ გათბობასაც და წყალსაც ჩაგვესხავენ აუზში როგორც პირდებიან, როგორც არის ესე იგი ცნობილი გამონათქვა. ქრისტეს შობის შესახებ საუბარი, ну რა თქმა უნდა ახალ აღთქმაზე ვლაპარაკობ ახლა მე, ძველი წინასწარმეტყველება შეიძლება რამდენიმე ადგილი მოვიხმოთ, სადაც თქვა ღმერთი აღუთქვამს კაცობრიობას მხსნელს, მაგრამ ახალ აღთქმაში უშუალოდ მისი განკაცების მოდით რომ ასე ვთქვათ, მოდი ისტორიულ მოვლენაზე ვილაპარაკოთ და სულიერი რაღაცა მოვლენითაც შევაფასოთ ეს ყველაფერი. ისტორიული მოვლენა განხილულია მხოლოდ ორ სახარებაში. ეს არის მათეს სახარება და ეს არის ლუკას სახარება. კიდევ სახარებას ჩვენ სულ 4 გვაქვს. მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, მაგრამ მარკოსთან და იოანესთან მისი შობის საკითხები არ არის განხილული. მარკოსთან პირდაპირ ქადაგებით იწყება, შეიძლება ესე ითქვას, იოანე ნათლისმცემლის ქადაგებით იწყება მისი ქადაგება და იოანე ღვთისმეტყველის სახარება პირდაპირ საღვთისმეტყველო საკითხით იწყება, რომ დასაბამად იყოს სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი და ღმერთი იყო. ასე რომ იქ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. ამიტომაც ამ სამ სახარებას მათეს, მარკოს და ლუკას ეწოდება სინოპტიკური სახარებები. სინოპტიკოს ნიშნავს პირდაპირ მხედველს, ანუ ჩათვალეთ რომ რაღაცა ისტორიული მოვლენების აღწერი და იოანეს ღვთისმეტყველი აქვს მეტსახელი ზეწოდება ესეთი აქვს. მეტსახელი უკაცრავად ასეთ შეიძლება ითქვას, მაგრამ რაღაცა თანამედროვე ქართულში სხვანაირად ჟღერს, ხო იცით ეს. ზეწოდება ესეთი აქვს, ამიტომაც ის ნამდვილად საღვთისმეტყველოა თავისი ღრმა შინაარსით. თუმცა კი საღვთისმეტყველოას სახარები, 4-ვე სახარების თითოეული წინადადება, რა თქმა უნდა. ამიტომაც მე გადავწყვიტე რომ წავიკითხოთ ქრისტეს შობის მოვლენები ლუკასთან და მათესთან, ოღონდ დავიწყოთ მათეთი, იმიტომ რომ მათეთი იწყება ზოგადად ახალი აღთქმის სახარება. მათე არის მოციქული იესო ქრისტესი 12-თაგანი, განსხვავებით მარკოზისგან და ლუკასგან, ისინი 12 მოციქულთა შორის არ ყოფილან და ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ, ეხლა უბრალოდ მათეზე ვილაპარაკოთ. მათე და იოანე 12-თა შორის იყო. მათე იყო მეზვერე, ანუ გადასახადების ამკრეფი, რომელსაც დაუძახა ერთხელაც იესომ და მიატოვა მან მთელი თავის სამსახური ყველაფერი და წაყვა იესოს და გახდა მისი მოციქული და მოწაფე და რომელმაც დაწერა ახალი აღთქმის პირველი წიგნი მათეს სახარება. პირველ წიგნად, იმიტომ ითქმის, რომ ისტორიულად ასე არის დადასტურებული, რომ მათეს სახარება პირველი დაიწერა. არის გარდამოცემა, რომ მათეს სახარება დაიწერა ებრაულ ენაზე. აი, ახალი აღთქმის წიგნებში არის სულ 27 წიგნი. ეს არის 4 სახარება, მეხუთე არის საქმე წმინდათა მოციქულთა, მერე არის ეპისტოლეები, ეს არის ეპისტოლე
იაკობისა პირველი, შემდეგ პეტრესი, იოანესი, იუდასი, შემდეგ პავლე მოციქულის ეპისტოლეებია და ბოლოში არის იოანეს გამოცხადება. ჯამში რომ დათვლით ამ წიგნების რაოდენობას, გამოდის 27 წიგნი. აი ეს 27 წიგნიდან 26 არის დაწერილი ბერძნულ ენაზე. ერთადერთი წიგნი, რომელიც არის პირველი წიგნი, არის ებრაულ ენაზე და ამას ჩვენ ძალიან ხშირად მივხვდებით, რიცით ებრაელებს ოწერს, იცით რომ ისეთი რაღაცეებია ჩადებული შიგნით, მაგალითად ისეთი წინადადებებია კოდირებული, რომ მივხვდები რომ ამას მხოლოდ ებრაელები გაიგებენ. ამას ბერძნები ვერასდროს ვერ გაიგებდნენ მაგალითისთვის. ამიტომაც პირველივე წინადადებით რითიც დავიწყებ ახლა მათე როგორც წერს თავის ებრაელებს, ასე იწყება. მე თანამედროვე ქართულად გიკითხავთ ამათ. წიგნი შობისა იესო ქრისტესი. დავითის ძისა და აბრაამის ძისა. და მერე იწყებს გენეალოგიის ჩამოთვლას. აბრაამმა შვა ისააკი. აი დავითი რა შუაში იყო. ეს მხოლოდ და მხოლოდ ებრაელებისთვის გასაგები თემა არის. იმიტომ რომ აბრაამის მოდით ესე დაგიწერთ. ნახეთ. აბრაამი არის ყველა ებრაელის მამა. აბრაამმა შვა სარასგან, ესე იგი ისააკი, უფრო თვალსაჩინო რო იყოს, ისააკმა შვა იაკობი, მე რა კარგად ვწერს შენგენაც. იაკობი და ესავი. ესენი არიან ტყუპები. ასევე აბრაამმა შვა მონაქალისგან აგარი რო ერქვა. აქ დავაწეროთ აგარი, აქ დავაწეროთ სარა. აგარისგან შვა ისმაილი. ეს რატო იცით რომ ამ სახელებს მე კი ზეპირად გეტყოდით, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ჯობია, იმიტომ რომ შეიძლება აგერიოთ ერთმანეთში. აი იაკობისგან იშვა 12 ვაჟი. უყურეთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ხაზი გავაკეთოთ. ერთ-ერთს მას შორის მეოთხეს 1 2 3 ამ მეოთხეს ერქვა იუდა. აქ ვთქვათ პირველს რუბენი ქვია, სიმეონი, ლევი, იუდა, მაგრამ ეხა ეს სახელები არაფერს არ მოგწევს, დაგვაბნებს უბრალოდ. იუდა და იუდას შთამომავლობაში მერე იშვა დავითი. ეხლა რატომ მოგიყევით ამ ხელა ამბავი? მხსნელი და მესია რომ უნდა დაიბადოს, ეს ყველა ებრაელმა იცის. ყველა ებრაელის მამა ვინ არის? აბრაამია. სად უნდა დაიბადოს, ისიც იციან. ეს უნდა დაიბადოს იუდას ტომში. უშუალოდ დავითის შთამომავლობაში. ამიტომაც აბრაამი იწყებს წინადადებას ასე. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. ანუ ჯერ დავითს ასახელებს, სად არის დავითი ხომ ხედავთ? და მერე ასახელებს აბრაამს. იმიტომ რომ ებრაელებმა გაიგონ რომ ნამდვილ მესიაზეა ლაპარაკი და არავით არ იცის რომ მესიაზე, იმიტომ რომ დავითის ტომში რომ უნდა იშვას ეს მესია, იუდას შთამომავალ დავითის ტომში რომ უნდა იშვას ეს მესია, ამის შესახებ რომ არის ლაპარაკი, ეს რომ მიანიშნოს ეუბნება ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. და მერე იწყებს აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი, ესე წერს ზუსტად. იუდამ შვა ფარეს, ფარემ შვა ესრომ, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ და მოდიან და ჩამოვლენ მერე დავითთან და კიდე გამოყვებიან სანამ არ მოვლენ იოსებთან. მაგრამ ეხა ტექსტს გავუყვეთ ისევე. ეს უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის თქვენ რომ მიცოდეთ აქ რა ხდება. მე თუ გნებავთ გვიან დავლევთ, შეციებული ნინო მოგაწოდებ. ნამდვილად? არის? კარგით, მადლობა. კი, მადლობა. კარგით, კიდევ ერთხელ დავიწყებ თავიდან. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი,
იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები, იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან. პირველი ქალი დასახელდა. რა საინტერესო ამბავია რა? აბრაამის ცოლი სარა, აბრაამზე ნაკლები წინასწარმეტყველი კი არ არის. და არ სახელდება. წარმოიდგინეთ, ისააკის ცოლი, ისააკზე ნაკლები წინასწარმეტყველი არ არის და არ სახელდება. არც იაკობის ცოლები არ სახელდება. იაკობს 2 ცოლი ყავდა და 2 ხარჭისგან. 12 შვილი ყავდა 2 ცოლისგან და 2 ხარჭისგან. ანუ სულ 4 ქალისგან ყავდა მას ეს შვილები. 12 შვილი. სახელდება იუდა, რომელმაც შვა ტყუპები, ფარეზ და ზარა და თამარი დასახელდა პირველი. აი იუდასთან ერთად დასახელდა თამარი. შემდეგი ქალი როდის დასახელდება, მე მოგიყვებით ამ ქალების. ფერეზმა შვა ესრომი, ესრომმა შვა არამი, არამმა შვა ამინადაბი, ამინადაბმა შვა ნაასონი, ნაასონმა შვა სალმონი, სალმონმა შვა ბოაზი, რეჰაბისაგან. კიდე ერთი ქალი დასახელდა, აი აქ სადღაც რეჰაბი, რეჰაბი. აი სადღაც ამ შთამომავლობაში. ხა ამას ყველა სახელს ვერ ჩამ ქალების სახელს ჩამოგიწევ. ბოაზმა შვა იობედი რუთისაგან. შემდეგი ქალი დასახელდა რუთი. იობედმა შვა იესე, იესემ შვა დავით მეფე, დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლი. ქალის სახელი არ არის დასახელებული, უბრალოდ მინიშნება ურიას ცოლზე. რომ ქალია. იმიტომ რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. სოლომონმა შვა რობოამი, ეს უკვე გრძელდება ტექსტი, მაგრამ მოდით ჯერ ამ ქალებზე ვილაპარაკოთ, ვინ არიან ეს ქალები. თამარი არის იუდას რძალი, შვილის ცოლი. მოხდა ასეთი ისტორია. თამარი იყო, თუ წაიკითხავთ, ეს არის დაბადების წიგნის 38 თავი. აი ეს ისტორია შეგიძლია წაიკითხოთ იუდას და თამარის წიგნი, აი უყურეთ მივაწერ დაბადების 38. არ შემეშალოს, თორე მომეჭრება თავი შუაგულ ევროპაში. იმხანად იყო რომ ჩამოსილდა იუდა თავის ძმებს, დიახ, ეგ არის. 38 თავი. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, საინტერესო ისტორია, მე ორი სიტყვით მოგიყვები. იუდას ყავდა 3 ბიჭი. უფროსმა ბიჭმა შეირთო თამარი. მაგრამ მალევე მოკვდა. ეხლა მიზეზებს არ დავასახელებ, იმიტომ რომ მთელი ახსნებია იქ რატომ და როგორ შეიძლება მომკვდარიყო. სჯულის კანონის თანახმად თამართან უნდა შესულიყო შემდეგი ძმა. იმიტომ რომ ბავშვი რომელიც დაიბადებოდა, ის ჩაითვლებოდა იუდას უფროსი ბიჭის შვილად და არა იმის ძმის შვილად, ასეთი იყო კანონი. და პირდაპირ სჯულში აქვთ განსაზღვრული, ვინც არ აშენებს თავისი ძმის სახლს. წეული მციყოსო, ესე იგი დაწყევლილია ის და რას ნიშნავს ძმის სახლის არაშენება, რომ შენ თუ არ გაუმრავლებ შენ ძმას შთამომავლობას, ესე იგი პირდაპირ ითვლებოდა, რომ ეს შენი კი არ იქნებოდა. ეს იყო შენი ძმის შთამომავლობა, რომელიც შენ უნდა გაგემრავლებინა და თუ კი ამას არ გააკეთებდი, ამ შემთხვევაში ეს ქალი გამოდიოდა მოსამართლეებთან, კარიბჭესთან, ამ თავის მაზლს, ფეხსაცმელს გახთიდა და სახეში შეაფურთხებდა. და იმას მოკლედ იმ კაცს მოიკვეთდნენ, იმიტომ რომ მას ის არ აშენებდა თავისი ძმის სახლს. არ უნდოდა რომ მისი ძმა გამრავლებულიყო, ესე იგი ორი შეიძლება რამ ყოფილიყო, რომ არ უნდოდა რომ გამრავლებულიყო, რომ მას დარჩენოდა ყველაფერი მთელი მისი ძმის ქონება. იმიტომ რომ მისგან შეძენილი შვილი ავტომატურად ძმის შვილი ჩაითვლებოდა და მემკვიდრე ის იქნებოდა მისი ძმისა. შესაბამისად ეს პრობლემა იყო ძირითადი. შეირთო მეორე ძმამ. მეორე ძმაც მალე გარდაიცვალა. ანუ უფროსი ძმა გარდაიცვალა, შემდეგ მეორე ძმა გარდაიცვალა. ნუ მიზეზი არის ის, რომ არ უნდოდა მისი ძმისთვის აღედგინა შთამომავლობა და მოკლედ არ იქცეოდა ეს კაცი კარგად და ღმერთმა დასაჯა და ამიტომაც მოკვდა ეს კაცი. ამის შემდგომ კიდე ერთი ბიჭი ყავს იუდას. მაგრამ პატარა არასრულწლოვანია და არასრულწლოვანი ცოლს ხო ვერ მოიყვანს. ეუბნება თამარს.
წადი მამა შენის სახლშიო, დაჯექიო. დაიცადეო, გაიზდებაო ეს ჩემი ბიჭიო და მერეო მოხვალო და მოკლეთო აღიდგენენო შვილსო. გავიდა წლები, თამარი ელოდება ამ ამბავს, არ თხოვდება და ცხოვრობს პატიოსნად და წესიერად. თამარი ძალიან ის აქვს, დიდი როლი აქვს, მინდა გითხრათ, ამ ბიბლიურ ისტორიაში. და მოხდება ისე, რომ იუდას შეეშინდება, რომ კაცო ერთი ბიჭი მოკვდა, მეორე ბიჭი მოკვდა და ამასაც არაფერი მოუვიდესო და არ შეერთავს თამარს. არ შეატყობინებს საერთოდ. ამასობაში თვითონ იუდა დაქვრივდება. მარტო ხელა კაცია და მოკლედ ერთხელაც ხრის პარსვა აქვს ამ იუდას თავისი და მიდის იმ გზაზე უნდა ჩაიაროს, სადაც თამარის ქალაქია და თამარი გადაიცვევს მეძავის ტანსაცმელს და შეაცდენს იუდას. ოღონდ შეაცდენს სასყიდლის ხარჯზე, რა რომ რაღაცა ცხარი უნდა მომცე იუდეუნება, ცხარი არ მაქვს და მაშინო კვერთხი დამიტოვე შენი და ისაო სარტყელიო. და მე ცხარს გამომიგზავნი, ამას დაგიბრუნებ. ასე შეაცდენს, იმიტომ რომ როგორ შეაცდენს, რომ რატო ვერ იცნო? იცით რა საინტერესო ამბავია? იმიტომ რომ მეძავები მაშინ ჩადრით დადიოდნენ, ისევე როგორც ჩვეულებრივი ქალები. ახლა ჩვეულებრივი ქალებიც იმითი დადიან რაღაცა დაახლოებით ისე გამოწყობილები, რომ ხანდახან შეიძლება გაგიჭირდეს გარჩევა რა პროფესიისაა და მაშინ მეძავებს ჩადრი ეკეთათ. ისინი მის სახეს ვერ ხედავდნენ. ამიტომაც მოკლედ იუდა დაწვება ამ ქალთან, დაორსულდება თამარი და იუდას რო შეატყობინებენ, რომ შენ გააგზავნის მეორე დღეს ცხარს და იქ არავინ არ დახვდება მართლა და ნუ ახლა რა ვქნაო, მე მართალი ვარო, ხო გავაგზავნეო ჩემი ისაო კვერთხი და ის მისა ცხარიო ამის გამოსასყიდათო და მოკლედ რო გაიგებენ, რომ თამარი დაორსულდება, იუდა ამბობს, რომ გამოიყვანეთ, უნდა დაისაჯოს. ოღონდ სასჯელი არსებობს ასეთი. მრუშობისთვის ქალი ირჯება ქვით ჩაქოლვით. იუდა ამბობს, ცეცხლში უნდა დაიწვას. რატო ამბობს ცეცხლში უნდა დაიწვას? იცით, ვინ უნდა დაიწვას ცეცხლში? თუ ქალმა იმრუშა, რომელიც არის მღვდლის შვილი. ამიტომ ვარაუდია, რომ თამარი იყო მღვდლის შვილი. და არსებობს მოსაზრება, რომ ეს იყო ის მელქისედეგი, რომელსაც თქვათ აბრაამი შეხვდა თავის დროზე. ნუ ამას იმის შთამომავალი უბრალოდ არა პირდაპირ შვილი, არამედ შვილთაშვილი. ამას დავანებოთ ახლა ამ კვლევაძიებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიღრმეებია და შეიძლება ვერ გამოვიდეთ დღეს და ჩვენს თემას ვერ დაუბრუნდეთ. მოკლედ მოხდება ისე, რომ თამარი უნდა გამოიყვანონ დასასჯელად, ორსულადაა ეს თამარი და გამოატანს იუდასთან, იუდამ პირველმა უნდა მოიმოქმედოს ეს, რომ ისროლოს ქვა, იმიტომ რომ მისმა რძალმა ეს გააკეთა და გამოატანს და იუდას გადაეცითო, აი ამ კაცისგან ვარ ორსულათო, ვისიც არის ეს ნივთებიო და ამ კვერთხს და მის არგანს გამოატანს. იუდა ამბობს, რომ ალალ მართალია ეგ ქალიო, ხელი არ ახლოს არავინო, იმის მერე რა თქმა უნდა იუდა მას არ მეკარებია, იმიტომ რომ თამარმა რეალურად სჯული აღასრულა. სჯულის გარეშე ტოვებდა მას იუდა და მან აღასრულა სჯული, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ქალი გაუთხოვარი ყოფილიყო და შვილი არ ყოლოდა. ამიტომაც, რადგანაც იუდა მის დატოვა, ვერც გათხოვდებოდა, არ შეიძლებოდა მისი გათხოვება, იმიტომ რომ ძმას უნდა დალოდებოდა, იმ ძმას კიდე არ თავდა ცოლად და ამას უკვე ასაკი გაზდიოდა, კაცო. ეხა ხო არ არის ქალი 100 წლისაც ხო არ შობს არა შვილს, რაღაცა ასაკი აქვს მას თავისი. ბიოლოგიური დაბერებისა. ამიტომაც თამარმა სჯული აღასრულა, პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ სჯული აღასრულა. ეს არ იყო ვნება. ეს არ იყო რაღაცა ხორციელი მონდომება, რომ ახლა მას ეს რომ მოსდომებოდა, სხვა რამეს იზავდა, მაგრამ აღასრულა სჯული. ამიტომაც იუდამ ხმავე რა მოიღო და შეეძინათ ფარეს და ზარა. ტყუპები დაიბადნენ, აი აქ იუდას შვილები არიან ესენი და თამარი მისი რძალი იყო სინამდვილეში. აი პირველი ქალი ვინც დასახელდა. ქრისტეს გენეოლოგიაში სარა არ არის, ესე იგი რებეკა არ არის, რაქელი არ არის, იაკობის ცოლი და დასახელდა უცბად თამარი, რომელმაც მამამთილისგან გააჩინა შვილი. შემდგომი მოდის და სახელდება რეჰაბი. იუდას შვილად ითვლება. ანუ არ ითვლება, რომ პირველ შვილს აღუდგინათ ეს არა. კი, ასე ითვლება. ასე გენეოლოგიაში ასეა შეტანილი. ებრაელურია თამარი. თამარი ებრაული სახელია, რა თქმა უნდა. არა, არ დაღუპულ ხარ. იმდენი რამე გვაქვს ჩვენ ებრაული ნახევარი არ იცით. ებრაულ ენას თუ დაიწყებს სწავლას, მე მიხვდებით. ეხლა ვნახოთ ვინ არის რეჰაბი. რეჰაბი არის ჩვეულებრივი მეძავი. როდესაც გამოდის ებრაელი ერი
ნახეთ ა ブラ ამი ხო აღთქმულ მიწაზე ცხოვრობდა ისააკი საერთოდ ა ブラ ამი მოგზაურობდა ისააკი საერთოდ არ გასულა აღთქმული მიწიდან იაკობი თავის შვილებთან ერთად ჯერ იოსები გაიყიდა ტყვეთ და მერე იოსები ძალიან დიდი კაცი რო გახდა ფარაონის შემდგომ პირველი კაცი უпроსორად იაკობი თავის შვილებით და მონაგარით გადავიდა ეგვიპტეში საცხოვრებლად მათ იქ 400 წელი გაატარეს და დაიმონეს ისინი ეგვიპტელებმა და ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი მოსემ ისევ აღთქმულ მიწას სადაც ა ブラ ამმა უანდერძა იმ მიწას უნდა დაუბრუნდნენ ამ აღთქმულ მიწაზე რომ მიდიან მოსე უკვე ცოცხალი აღარ არის ისუ ნავესი მიუძღვის მათ წინ ისუ ნავესი გადალახავს ესე იგი იორდანეს და პირველივე ქალაქი რომელიც შეხვდებათ ეს არის იერიქო ესე ქვია მას სახელი იერიქო სახარებაშიც ხშირად არის მოხსენიებული იერიქო და ეხლაც ის არის ცოცხალი ქალაქია და ვინც იერუსალიმში ხართ ნამყოფი იერიქოშიც იქნებით ნამყოფი ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს ეს ქალაქი და მე ძალიან მიჭირს იქ სუნთქვა მართალი გითხრა მაგრამ ნუ ხალხი ცხოვრობს ჩვეულებრივად ეხლა ამ იერიქოში რა ხდება ეს იერიქო იყო აუღებელი ქალაქი შეიძლება ესე ითქვას რაღაცა 9 მაგი დაცვით და ასე შემდგომ და შეუშვა 2 მსტოვარი ანუ მზვერავი ისუ ნავესმა შეუშვა ამ ქალაქში 2 მსტოვარი რომლებიც უნდა შესულიყვნენ და ქალაქი უნდა დაეზვერათ ენახათ რა ხდება იმიტომ რომ დღისით შესვლა შეძლო ღამე იხურებოდა ყველაფერი და აი რეჰაბი იყო ის ადამიანი რომელმაც ამ სტოვრებს უთხრა რომ თქვენ ხართო ის ხალხი ეს იკითხება ისუ ნავეს წიგნი გახლავთ ასეთი მე-6 წიგნი ბრძველი აღთქმისა მე-6 წიგნი და მისი მეორე თავი უნდა იყოს მე თუ არ მეშლება მაგრამ თუ წაიკითხავთ ისუ ნავეს დაიწყებთ თავიდან მაშინვე მიხვდებით ესე იგი რაზე არის ლაპარაკი და ძალიან საინტერესო ისტორია მოკლედ ეს როგორ შედიან აღთქმულ მიწაზე ერთი წამით აბა შევხედო და გეტყვით არის თუ არა მეორე თავი კი გაგზავნა ისო ნავეს ძემ შიტიმიდან ფარულად 2 მსტოვარი ეს არის მეორე თავი ისო ნავესის ესე იგი ჩემი მეხსიერება ჯერ კიდევ მუშაობს რა კარგია ძალიან დამაზარალა კოვიდმა მეხსიერებაში იმის მერე რაღაცები მერევა მაგრამ ეხა მაინც რეჰაბი იყო მეძავი რომელმაც იცოდა ისტორია მათი წამოსვლისა ეგვიპტის მიწიდან იცოდა რა ომები გადაიხადეს და ზუსტად იცოდა რომ ღმერთის გარეშე ეს შეუძლებელი იყო კი ქალაქის მეძავი იყო რომელიც ცხოვრობდა ქალაქის გალავანში მაშინ გალავანი ხო იცით როგორ იყო თან გალავანი იყო და თან შიგნით სახლები იყო ამ ქალაქის გალავანში ცხოვრობდა ქანაანელი იყო იქ ადგილობრივი იყო კი ბატონო ებრაელი არ იყო და ეს 2 მსტოვარი რომ მიხვდნენ რომ სტოვრები იყო და იმაში პოლიცია მოკლედ ასე ვთქვა თანამედროვე ენაზე ვთქვა პოლიციამ დაიწყო მათი ძებნა ამ რეჰაბმა შეიყვანა თავის სახლში და დამალა ესენი და უთხრა ასეთი რამ მეო ვიციო რომ ღმერთი გიძღვით წინო ზუსტად ვიციო ამაში ერთი ეჭვი არ მეპარება იმიტომ რომ ისტორიები რომელიც მოდიოდა თქვენზე თუ როგორ მოაპოვდით ესე იგი 40 წლის განმავლობაში ამ უდაბნოს და როგორ გააჭმევდათ ღმერთი და აი რაღაცა საოცრებები რომლებიც მოდიოდა ესე იგი მოდიოდათ ამბად ეუბნება რომ ზუსტად ვიცი რომ ეს ქალაქი ვერ გადაურჩება თქვენ ხელსო ამიტომაცო უბრალოდ ის მომეცითო პირობაო რომ არაფერს არ უზამ ჩემს ოჯახსო ეს მტოვრები ეუბნებიან ასეთ რამეს რაიმეო ნიშანი გადმოკიდეო შენი ფანჯრიდან როდესაც ქალაქს ავიღებთ და ყველა ოჯახის წევრი შენი შენთან იყოს თუ ვინმე გარეთ იქნებაო და ჩვენები ომში მოკლავენო მაშინო პასუხისგებლობა ჩვენზე არ იქნება და შენ სახლში ვინც იქნება შიგნითო თუ ვინმეს თმა ჩამოუვარდებაო მაშინ ჩვენ ავიღებთ ამ პასუხისგებლობას მართლაც ასე მოხდება ქალაქი დაეცემა ეს ძალიან საინტერესო ისტორია როგორ დაეცემა ეს ქალაქი საყვირებით უვლიან გარშემო და ეს ცალკე იერიქონის საყვირები ესე საყვირებით 7 დღის განმავლობაში უვლიდნენ გარშემო და მოკლედ ქალაქი დაეცემა შევლენ ამ ქალაქში და წარმოთქვამს ისუნავესის საშინელ წყევლას ვინც აღადგინოს ეს ქალაქიო ხო არ უნდა აღდგენილიყო მაგრამ აღადგინეს და რეჰაბი გახდა მერე უკვე ებრაელების რძალი რომელმაც შვა კიდევ ერთი წინაპარი იესო ქრისტესი არ დაგავიწყდეთ ვის წინაპრებზე ვლაპარაკობთ
და რატომ განსაკუთრებულად რატომ არიან მოხსენებული ამაზე ვთქვათ. ამის შემდეგ არის მოხსენებული რუთი, რომელიც არის დავითის ბებია. რუთი იყო მოაბელი, რუთის ცალკე წიგნია. ძველ აღთქმაში რუთი ცალკე წიგნად არის 4 თავია, სულ ძალიან პატარაა და ძალიან საინტერესო ისტორიაა. თუ წაიკითხავთ, ეს არის რუთი, რომელსაც ყავდა დედამთილ, მამამთილი, ესე იგი, ებრაელი, ქმარიც ბუნებრივია, ებრაელი და ქმარი გარდაეცვალა ქვრივობაში. დარჩა ძალიან ახალგაზრდა, მერე გარდაიცვალა მისი მამამთილიც და გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებულიყვნენ იმაში, რა ქვია, აღთქმულ მიწაზე. სადღაცა სხვაგან ცხოვრობდა ეს ხალხი. აი, რუთის წიგნში ყველაფერი წერია. და ეს არ მიატოვებს თავის დედამთილს. წამოყვება ამ ქვეყანაში და უვლის, იმიტომ რომ ის მოხუცებულია. და აი ეს ბოოსი, ვიზეც არის საუბარი, რომელმაც შეირთო ის ბოოზმა შვა იობედი რუთისაგან, ეს ბოოსი იყო დავითის ეს არა უკაცრავად ბაბუა კი იყო, მაგრამ დავითი არაფერ შუაშია, სხვა რამის თქმა მინდოდა. ეს ბოოსი იყო ამ რუთის ქმრის ნათესავი ბიძაშვილი. ამიტომ მას უფლება ჰქონდა რომ შეერთო რუთი, რომ აღედგინა მისი ძმისთვის და ანუ ბიძაშვილისთვის თავმალ. შეეძლო კი არა, ვალდებულიც იყო, შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ რუთმა მიუხედავად იმისა, რომ მოაბელია და ებრაელი არ არის და მოაბელებზე ასე წერია, რომ 10 თაობაც არ უნდა მიიღოთ იმაშიო ებრაულ საზოგადოებაშიო, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ამ ცხოვრებით, თავისი თავმდაბლობით, რომ დედამთილს ასეულიდა და გამოყვა ამ ქვეყანაში და შრომობდა ქრივი, გაუბედურებული, არც გათხოვებაზე ფიქრობდა, არაფერზე, რომ დედამთილისთვის მოევლო. აი ესეთი ის დაიმსახურა, რომ ეს იობედი ძალიან ის იყო, რა ქვია, ბოოზი უკაცრავად ძალიან მდიდარი კაცი იყო და მან შეირთო და იშვა მათგან იობედი. ამის შემდგომი ქალი, ვინც სახელდება, ეს არის დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. კიდე უფრო პერსაბე, კი, პერსაბე. ხო, მაგრამ კიდე უფრო რთული ისა გვაქვს. არ სახელდება უბრალოდ მაგას ვამბობ, თორე ისე ვერსაბე ერქვა ძველ აღთქმაში წერია. კიდე უფრო რთულად გვაქვს ვითარება, ვიდრე ამათთან. ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ ქალებთან, აქ კიდე უფრო რთული მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს იყო დავითის ძალიან დიდი დაცემა. ძალიან დიდი დაცემა იყო დავითისა. მას არაერთი ცოლი ყავდა და არაერთი ცოლი არაერთი შვილისგან. არაფერი მსგავსი გასაჭირი მას არ ჰქონდა. დავით იყო სულ აი შვილდივით მოჭიმული კაცი, რომელიც ისე ცხოვრობდა, რომ აი სულ ჟულზე და სულ აი ბრძოლაში და სამშობლოსა და სარწმუნოების დაცვაში იყო ჩართული. მაგრამ ცოტა რომ მომჯობინდა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფო შეკრა, იქ სასახლე აიშენა და ბანზე სიარული რო დაიწყო, სეირნობა. იცით რა დაემართა? ამ ბანზე სეირნობის დროს დაინახა მეზობლის ეზოში როგორ ბანაობდა ქალი და ძალიან მოეწონა და ისეთი ნება აღიძრა მასში, რომ ეს ქალი მოაყვანა და დაწვა მასთან. ეს ქალი იყო მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის, შეიძლება ითქვას და ვაჟკაცი კაცის, იუდა ერქვა სახელად, იმისი ცოლი. ურია, უკაცრავად ურიას ცოლი. ეხლა ეს ქალი მოვიდა რამდენიმე დღეში თუ კვირაში და ეუბნება, რომ ორსულად ვარო შენგანო და ეს ურია ამ დროს წასულია დავითის საღვთო ომებს აწარმოებს და თვითონ უკვე ისე არის, რომ აღარ არის წასული, თავისი მისი ხედავთავარი ხელმძღვანელობს ამ ომს. მის წერილს ამ იმას ხედავთავარს, რომ გამომიგზავნე ურიაო. ჩამოდის ეს ურია. ვითომ ომის ამბები აინტერესებს დავითს და მოკლედ საღამოთი შეჭამენ ცოტას დალევენ და წადი ხა სახლში ვეუბნება. ხა მიზანი რა არის, ხო ხვდებით, რომ წავა ეს კაცი თუ დაწובה თავის ცოლთან და მე ეს ცოლი ტყვის ორსულადაა, რომ ვითომ იმის შვილია, რომ ახლა ამან ვითომ არაფერი ჩაუდენიათ. რაღაცა ანუ გამოძრომას ცდილობს ახლა ამ სიტუაციიდან რა და ამ დროს დავითი წინასწარმეტყველი არ დაგავიწყდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის საწოდნელი, რომ ჩვენ ან წინასწარმეტყველი ან წმინდანი უშეცდომო არ უნდა გვეგონოს. აი ეს არ უნდა დავინახოთ ჩვენ ეს ადამიანები. ნახეთ რა ხდება. დილით გამოდის დავითი აივანზე და ხედავს, რომ ურიას მისი აივნის ქვეშ ძინავს. და აქ რა გინდაო ეკითხება.
როგორო ჩემი ძმებიო ომში არიანო. ჩემი მეფეო საღვთო ომებს აწარმოებსო. და მეო წავიდეო და ცოლთან ვინებივრო, მაგას როგორ ვიკადრებდიო და აგერ დავწექიო რა. წარმოგიდგენიათ როგორი ვაჟკაცი კაცი იყო და როგორი შემართების კაცი იყო. დავითმა იმის მაგივრად რომ ესე იგი რაღაცა საქციელი გაესწორებინა, იცით რა ქნა. წერილი გაატანა ურიას იოაბთან იმ წინასთან, ვინც იყო წინამძღვარი ომის. გაატანა წერილი რომ ქალაქის აღების დროს ურია ისეთ ადგილას დააყენეთ რომ მოიკლასო. ანუ იქო იცოდნენ რომ რაღაცა სარისკო ადგილები იყო მეტი ახლა შეტევას რო აკეთებენ გალავიჩა და მართლაც ურიას დააყენებენ ისეთ ადგილას რომ მოკვდება. უკან მოუვა დავით წერილი და მოკვდა ურია ომშიო და ნუ რას ვიზავთო ეხა ის არისო ხანვის კლავსო და ხანვისო დავითი ესე ამეს წერს რა და მოგლეთ ეს გახლავთ ურიას ცოლი რომელიც დავითისთვის აი იყო ძალიან დიდი დაცემა 50 ფსალმუნი ამის შემდგომ იქნა დაწერილი. ოღონდ დავითი ამით კი არ გამოფხიზლებულა. დავითი გამოფხიზდა იცით როდის? ხო არის რომ აი მის სინდის თუ დააძინებს ადამიანი. ნახეთ როგორ დაიძინა სინდისმა. ეს ქალი ცოლად მოიყვანა, დაისვა სახლში, შვიდად ძინავს დავითს ამ ქალთან, ამ ქალს დავითთან, ურიას მიწაში. სად არის პატრონი, ვინ არის მომკითხავი რაიმესი და მოდის ნათან წინასწარმეტყველი დავითთან და ეუბნება რომ საქმე არის ერთი გადასა. მაშინ ხო მეფემ ისიც იყო, უმაღლესი მსაჯულიც იყო. ანუ მას უნდა გადაეწყვიტა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც მოსამართლეს, მეფობა მოსამართლეობასაც ნიშნავდა და ეუბნება რომ გადასაწყვეტიაო, კიო გისმენო დავითი ეუბნება და უყვება რომ მოგლეთო, აი ძალიან დიდარი კაცი ცხოვრობს, ერთიო 1000 ცხვარი ყავსო და გვერდზეო გლეხი ცხოვრობდა, ერთი ცხვარი ყავდა. და სტუმარი მოუვიდაო და თავის დაენანაო და ის წაართვაო გლეხსო და დაუკლაო ის ცხვარიო რა. და რა? ა? ხო და თან ეს ცხვარიო იცი როგორი არ მოკლაო არა. მოკლას არ ეუბნება. ეს ცხვარი იცი როგორ ყავდა გაზრდილიო, მეტი რო არ ყავდა, საწოლში იწვენდაო, ისე უყარდაო, შვილივით ყავდაო და წაართვაო ამ დიდარმაო ესაო და დაუკლაო ეს ცხვარიო რა და რა განეჩენი უნდა დავადოთ მასო და სიკვდილით უნდა მოიკლასო დავითი განაჩენს გამოიტანს. წამოხდება ფეხზე ვინ არისო, აი განრისხდება ამაზე რომ ვინ გაბედა ასეთი უსამართლობის ჩადენაო, სიკვდილით უნდა მოიკლას ეგეთი კაციო და ნათანი ეტყვის რომ შენ ხარ. მაგრამ დავითის თავმდაბლობა ისეთია რომ აი იმაში კი არ ვიღაცა რომ გაჯიუტდება ამ პარტავნებაში და იტყვის რომ ესე კი არა და ისე კი არა და თავის მართლება და რამე კი არ დაუწყია. ტირილ-ტირილით წავიდა სარდაფში, თავზე ნაცარი დაიყარა და მრავალი დღის განმავლობაში ტიროდა და ძალიან დიდხანს ინანიებდა აი ამ ცოდვას, მინდა გითხრათ, შიმშილით, ტირილით და რა ვიცი, აი მეფისთვის შეუფერებელი შეიძლება ითქვას, ეს ქალი თან ამ დროს ორსულად იყო, შვილი დაიბადება და კვდება ის შვილი და დავითი აი მარხულობს, არ ჭამს არაფერს და რაღაცა აი ძალიან ძიმეთ განიცდის ამ ყველაფერს და მაშინ ის 50 ფსალმუნიც ამის შედეგი. ეს გახლავთ 4 ქალი. იესო ქრისტეს გენეალოგიაში. რატო დაიწერა ეს 4 ქალი და რატო არ დაიწერა სარა, რებეკა, რაქილი? არ დაიწერა ძალიან კიდევ ბევრი აქ ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ. აქ ერთ იმასაც გავაკეთებ კიდევ ხას და მერე გეტყვით. უყურეთ, ესავმა შეირთო ისმაილის ქალიშვილი. აი, ისმაილის ქალიშვილი შეირთო. და აი ამ ორისგან წამოვიდა ასევე 12 ვაჟი, რომელიც არის მთელი არაბული სამყაროს მამები. აგარიანები. არაბული სამყაროს მამები. მთელი აი ესე დალოცა. ისააკმა ასე დალოცა სხვათა შორის. ზეციური ცვარიო, ასე იწყებს იაკობი იმის დალოცვას. ისააკი იაკობის დალოცვას. და ესავს ეუბნება შენ მიწის ცვარიო. მიწის ცვარზე არიან ეს. იცით რა არის მიწის ცვარი? მიწის ცხიმი. ნავთობი. ხომ არიან ასე? კარგით, დაუბრუნდეთ თემას. რატომ არის ეს 4 ქალი დასახელებული? იმიტომ რომ იესო ქრისტეს მემკვიდრეობითად კი არ შეუძენია ის თვისებები, რაც ჰქონდა, როცა დაიბადა. ანუ მემკვიდრეობითად კი არ, ანუ წმინდა ოჯახში ესეთი ყოველგვარი ციკლისგან მოშორებულ გენეალოგიაში კი არ დაბადებულა, რომ ჩვენ ესე გვეთქვა, რომ ნუ ახლა რო შეხედავ
ბაბუა წმინდა, ბებია წმინდა, ის წმინდა, ის წმინდა, ის წმინდა, და აბა რა იქნებოდა, ამას ვერ იტყვი. იმიტომ რომ ისეთი 4 ქალი დავასახელეთ, რომელსაც 4-ვეს გაუკუღმართება აქვს რაღაცის. და აღარ ვლაპარაკობ მამაკაცებზე, რომლებმაც რეები ჩაიდინეს. აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ დასახელებულია. ზოგადად ქალი არ სახელდებოდა გენეალოგიაში, არ იყო ამისი წესი ებრაულ მიმართულებაში აუცილებლობის გარდა. ეს აუცილებლობა გამოიყენა მათემ, რომ ებრაელებისთვის ეთქვა, რომ ეს იმიტომ კი არ არის მესია, რომ თქვათ, მითქან წინაპრებისგან არამედ განკაცებული ღმერთია ესა. და აქედან არის ის ყველაფერი გამომხსნელობითი შემდგომი საიდუმლო, რომელიც აღესრულა. ამის შემდგომ, ესე იგი, სოლომონი დაიბადა ზუსტად ამ 200 წლისაგან შემდეგი, ანუ
ნავთობი. ხომ არიან ასე? კარგი, დაუბრუნდეთ თემას. რატომ არის ეს 4 ქალი დასახელებული? იმიტომ რომ იესო ქრისტეს მემკვიდრეობითად კი არ შეუძენია ეს თვისებები, რაც ჰქონდა, როცა დაიბადა. ანუ მემკვიდრეობითად კი არ, ანუ წმინდა ოჯახში ესეთი ყოველგვარი ციკლისგან მოშორებულ გენეოლოგიაში კი არ დაბადებულა, რომ ჩვენ ესე გვეთქვა, რომ ნუ ახლა რო შეხედავ ბაბუა წმინდა, ბებია წმინდა, ის წმინდა, ეს წმინდა, ეს წმინდა, და აბა რა იქნებოდა, ამას ვერ იტყვი. იმიტომ რომ ისეთი 4 ქალი დავასახელეთ, რომელსაც 4-ვეს გაუკუღმართება აქვს რაღაცის. და აღარ ვლაპარაკობ მამაკაცებზე, რომლებმაც რეები ჩაიდინეს. აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ დასახელებულია. ზოგადად ქალი არ სახელდებოდა გენეოლოგიაში, არ იყო ამისი წესი ებრაულ მიმართულებაში აუცილებლობის გარდა. ეს აუცილებლობა გამოიყენა მათემ, რომ ებრაელებისთვის ეთქვა, რომ ეს იმიტომ კი არ არის მესია, რომ თქვათ მითქან წინაპრებისგან არამედ განკაცებული ღმერთია ესა. და აქედან არის ის ყველაფერი გამომხსნელობითი შემდგომი საიდუმლო, რომელიც აღესრულა. ამის შემდგომ ესე იგი სოლომონი დაიბადა ზუსტად ამ 200 წოლისაგან შემდეგი, ანუ დავითისგან იწყება მეფობა. ანუ პირველი შვილი მოუკვდათ ის და მე დავითს იქამდე ბევრი შვილები ყავდა. არა 200 წოლისგან ვინც ყავდა, ის მოუკვდათ პირველი. ამის შემდგომ დაიბადა სოლომონი, რომელიც გახდა მეფე. სოლომონმა შვა რობოამი, რობოამმა შვა აბია, აბია შვა, ეხა ვის სახელებსაც ვამბობ დავითის შემდგომ, სულ ყველა მეფეა ისრაელის. აბიაშვა ასა, ასაშვა იოსაფატი, იოსაფატმა შვა იორამი, იორამმა შვა ოზია, ოზიამ შვა იოათამი, იოათამმა შვა აქაზი. ეს ყველაფერი წერია მეფეთა წიგნ და ნეშტთა წიგნებში. იოსიამ შვა იეკონია და მისი ძმები ბაბილონში გადასახლებამდე. ანუ ბაბილონში გადასახლება მოხდა მოკლედ მათ ისტორიაში. ბაბილონის გადასახლების შემდეგ იეკონიამ შვა სალათიელი, სალათიელმა შვა ზორაბაბელი, ზორაბაბელმა შვა აბიუდი, აბიუდაშ ელიაკიმი, ელიაკიმმა შვა აზორი, აზორმა შვა სადოკი, სადოკმა შვა აქიმი, აქიმმა შვა ელიუდი, ელიუდმა შვა ელიაზარი, ელიაზარმა შვა მატათანი, მატათანმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისი, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც უწოდებენ ქრისტეს. რა შუაშია იოსები? რატო იმიტომ რომ არ შეიძლება ქალის გენეოლოგია დაწერო. ამიტომ აქედანაც ჩანს რომ ეს ებრაელების მიმართ არის მიწერილი. ებრაელები თუ წაიკითხავდნენ რომ შენ მე მომწერე ქალის გენეოლოგია, ამ წიგნს დავხურავდი და უკან გამოგიგზავნიდი, იმიტომ რომ ეს არ იყო სჯულს აცდენილი იყო ეს წიგნი. მაგრამ ეს წერს კაცის გენეოლოგიას იოსები, ქმარი მარიამისი, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც უწოდებენ ქრისტეს. ამის მერე ნახეთ რა წერია რომ იოსები კაცი მართალი იყო. მოგახსენებთ ახლა. იოსები იმიტომ წერია რომ იოსებზე ხაზგასმით წერია კაცი მართალი იყო. რას ნიშნავს კაცი მართალი იყო? მართალი კაცი სჯულს ინახავდა ზედმიწევნით. სჯულის ზედმიწევნით შემნახავი კაცი სხვა ტომიდან ცოლს არ მოიყვანდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი აუცილებლად საბიძაშვილო იყვნენ ერთმანეთისა, რაც ნიშნავს, რომ მარიამის გენეოლოგიას დაწერდი თუ იოსების გენეოლოგიას დაწერდი, ერთი და იგივე იმამდე მიხვიდოდი მამების გარდა. მამები იქნებოდა სხვადასხვა. მაგრამ ეს წინაპრების ხაზი აუცილებლად ერთი იქნებოდა. აუცილებლად ერთი. ჩვენ არ ვთქვით წეღან იუდაზე, რატომ იუდა საიდან ვიცით რომ ეს წინასწარმეტყველება იუდას იმაში უნდა გაცხადდეს? არ ვთქვით ხო წეღან? მიუბრუნდეთ ამ თემას. აი, ამ 12 შვილიდან კონკრეტულად იუდას შტოში რატომ უნდა დაიბადოს? ეს არის დაბადების წიგნის 42-ვე თავი. არა, 59 უნდა იყოს. იცით რა? მე მგონი რომ არ მეშლება. კი, ეს არის 59 თავი. ნახეთ რა წერს იაკობის სიკვდილის წინ. კი არ წერს უკაცრავად, აკურთხებს თავის შვილებს.
ნუ იწყებს რომ რუბენ პირშო ხარ ჩემი ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა პირველ შვილს და აკურთხევას ან მე მეორე შვილს მესამე შვილს და ეხა მივა იუდასთან იუდა განგადიდებენ შენი ძმები შენ შემუსრავ მტერს გეთაყვანებიან მამა შენის ნაშიერნი რატომ წერს ამას იმიტომ რომ მეფე უნდა დაიბადოს იუდას თავმავლობაში სამეფო შტო უნდა ლომის ბოკვერი ხარ იუდა ნანადირებით კმაყოფილი აღმართულ ხარ შვილო ჩემო მიწოლილა როგორც ლომი ვინ გაბედავს მის წამოგდებას ანუ ეს სამეფო ესე იგი მის წინასწარმეტყველება მე დეტალებზე აღარ გეტყვით ეხა ერთ-ორ დეტალზე გავაჩერებ ხოლო თქვენს ყურადღებას არ წაერთმევა კვერთხი იუდას კვერთხი ვის უჭირავს რა თქმა უნდა მეფეს არც არგანი მის ფერხთა შორის კვერთხი შეიძლება სხვა წინამძღოლსაც ეჭიროს მაგრამ აი არგანი უკვე ხო იცით რომელი არგანი ესეთი მრგვალი როათა მეფეს აქეთ ხელში ორი ის ხო უჭირავს ერთი აი ეს არგანი ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი ანუ ჭეშმარიტი მფლობელი ჭეშმარიტი მეფე ანუ ეს არ წაერთმევა სანამ ის არ მოვაო ანუ ქრისტე რომ განხორციელდება მაშინ აღარ იქნება უკვე სამეფო მართლაც ასეა ვინ მეფობს ამ დროს ისრაელში ჰეროდე რომელიც არის იდუმიელი ებრაელებთან კავშირი არ აქვს მან მიიტაცა ეს მეფობა და ეს კანონიერი მეფობა ჩამორთმეულია და იაკობი ამას უწინასწარმეტყველებს იუდას და ნახეთ რას წერს წინასწარმეტყველი ეს მოსეს ჩაწერილი წიგნი გახლავთ ვაზზე უბია მას თავისი ჭაკი ვირი ვენახის ლერწზე თავისი ჩოჩრები ღვინოში გაირეცხავს ის თავის ტანსაცმელს და ყურძნის სისხლში სამოსელს იუდას კურთხევაზე წერია ასეთი სიტყვები ვაზზე უბია ჭაკი ვირი ჭაკი ვირი და ჩოჩორი ყველა მიცით რაც არის ვაზიც ყველა მიცით რა არის ვაზის ლერწზე როგორ შეიძლება ვირი გამოაბა ხო მოთხრეს იმას თავის ძირიანად კი არა დაამსხრევს ყველა ვირი ჩოჩორი მით უმეტეს რომელიც ტლინკებს ხრის ხედავ როგორ შეიძლება ის გამოაბა აქ არის წარმართ ერზე ლაპარაკი რომელიც ზიარებაზე მიეჯაჭვება ასე და გახდება მორჩილი ამ მეფის ნამდვილი მეფე რომელზეც მისი მფლობელიო რო წერია ანუ ნამდვილი მფლობელი ვინც არის ამ კვერთხისა და არგანისა აი ამას უბია ვაზზე თავისი ვირი და ჩოჩრები ანუ წარმართი ერები ვინც ვიყავით ვაზი ზიარების სიმბოლოა ბუნებრივია აი ამ ვაზზე ვართ მიბმულები და ეს ჩვენი წარმართული ხასიათები რაც შეიძლება ჩოჩორს ახასიათებდეს ჩვენგან უკვე შორს აქვს სისხლში ღვინოში გაირეცხავს ის თავის ტანსაცმელს და ყურძნის სისხლში სამოსელს ეს მისი რა თქმა უნდა ის მოწამეობაც არის და რა თქმა უნდა ზიარების საიდუმლოებაც არის თვალები მისი ღვინოზე მუქია და კბილები მისი რძის უთეთრესი ნუ სიწმინდეზე ნათლის ღებაზე და ასე შემდგომ ეს ყველაფერი ამ წინასწარმეტყველებებს წარმოადგენს ასე რომ იუდას შტოში რომ უნდა ყოფილიყო ეს ზუსტად იცოდნენ ებრაელებმა ამ წინასწარმეტყველების გამო მე ახლა ძალიან მოკლედ ამას ვრცელი განმარტებები აქვს ძალიან და თუ გნებავთ მიუბრუნდეთ ერთ დღეს ამ განმარტებებს ცალკე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაგრამ მოკლე შინაარსი გასაგები რო ყოფილიყო წეგან გამომრჩა უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ რატომ იუდა და ვთქვათ რატომ რუბენი არა რუბენი პირველი შვილია იუდა მეოთხე შვილია იმისა იაკობისა მაგრამ ასე და იოსები საერთოდ მე-11 შვილია მისი ბიჭებს შორის და რჩეული იყო იოსები ყველა წინამძღვარი იყო ფაქტიურად შეიძლება ითქვას იაკობის მერე მამამთავარი იყო მაგრამ არც იოსებისგან არ მოდის კაი დანარჩენებმა რაღაცები აურიეს იქ ჩვენ თუ წავიკითხავ ძველახმას ვნახავთ და იუდამაც აურია გარკვეულწილად მაგრამ იოსებმა რა ხო სიწმინდით იცხოვრა და ხო წინასწარ მაგრამ არა უშუალოდ იუდასგან უნდა მოსულიყო და ამასაც აქვს თავისი იოსების გაყიდვაში ის მონაწილეობა რა თქმა უნდა ყველა ძმა უბრალოდ მე როგორ მოინანია ამაზე ალაპარაკი ამრიგად ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე თუ დავთვლით უნდა იყოს 14 და ასე წერია ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე 14 დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე 14
ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე 14. თუმცა კი რეალურად 14 არ არის. მაგრამ სამჯერ არის დასახელებული 14. მე თქვენ ერთხელ გითხარით ერთ შეკრებაზე და კვლავ გავიმეორებ. ებრაელებს ჰქონდათ ასეთი ტრადიცია. ბიბლიაში, ბიბლიის კითხვის წესი არის ასეთი. თუ ბიბლიაში რაღაცა ორჯერ მეორდება, ეს არის დასტური, როგორც ამინ გითქვამს ესეთია. ანუ ღმერთის რაიმე წინასწარმეტყველება თუ ორჯერ გამეორდა, ეს არის ნამდვილად, რომ აი ბეჭედ დადებულია და არაფერი არ შეიცვლება ამაში, იმიტომ რომ შეიძლება ღმერთის წინასწარმეტყველება გარემოების გამო იმიტომ შეიცვალოს, რომ ადამიანმა რაღაცა თვითონ შეცვალოს. მაგალითად, ნინევე დაიქცევა, მიდიან ნინეველები მოინანიებენ და არ დაიქცევა ნინევე, გადაიდება მისი დაქცევა. იქამდე სანამ კვლავ ურჯულოებაში არ ჩავარდებიან ნინეველები. ამიტომაც ეს ორჯერ გამეორება არის დასტური და ორჯერ თუ მეტჯერ, სამჯერ ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეს ნიშნავს. აქ არის გამახვილებული ყურადღება 14-ზე და 14 რას ნიშნავსახლავე გეტყვით. უბრალოდ რა მინდა გითხრათ, რომ როცა ამბობს, რომ ყველა თაობა აბრაამიდან 14 და დავითიდან ბაბილონამდე 14 და ბაბილონიდან ქრისტემდე 14, ჩვენ გვაქვს იმას, რა ქვია, მაგალითად ჩვენ ერს, ხო? ანუ სანამედროვე საზოგადოებას აქვს ესეთი გაგება, წერია ამრიგად თაობა აბრაამიდან დავითამდე 14 და დავიწყებ დათვლას, რომ 1, 2, 3, 4, 5 და ესე მივალ და დავითამდე არის თუ არა 14 და ებრაელი ასე არასდროს არ გააკეთებს. ებრაელი გადაიყვანს 14-ს ასობ გერებში. 14 არის იწერება ასე. D, V და D. ნუ ებრაულად იწერება, რა თქმა უნდა, მე ხა ესე ქართულად იმიტომ დაგიწერეთ, რომ გასაგები იყოს. D, V, D, იმიტომ რომ იქ ხმოვნები არ იწერება, მხოლოდ თანხმოვნები იწერება. D, D ნიშნავს დავითს. ეს უმეორებს, რომ დავითი. ანუ ის, ვისგანაც ველოდებით და ვისგანაც მოვიდა მესია, უდასტურებს სამჯერ ეუბნება ამინ, რომ ეს არის ის, ვიზეც გელაპარაკებით. ამიტომ ებრაული საზოგადოებისთვის არის ეს მიწერილი და ეს კიდევ ერთი დასტურია კონკრეტულად ეს გამოვლინება 14. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო. ჩვენ ძალიან ხო არ გადავაჭარბეთ. შე 40 წუთი კი არ გა. ეს 10 წუთში მორჩა. რო არ დაგღალოთ. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო. მისი დედა მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, დაორსულებული აღმოჩნდა სულიწმინდის მიერ. აი ახლა წესით ჩვენ უნდა გადავიდეთ ლუკა მახარებელთან. და იქ წავიკითხავთ როგორ მოხდა ეს ამბავი. ოღონდ დღეს გავაგრძელოთ ეს თუ შემდეგ შეხვედრაზე ეგ მითხარით. თქვენ როგორ გძნობთ თავს იმის მიხედვით? შემდეგზე ჯობია უფრო დეტალურად. კარგით. მაშინ ახლა ვიტყვი იცით რას? აქაურ სიტუაციას მოგიყვებით, რა ხდება, რატომ უნდა შეუღლებულიყო. გარდამოცემის თანახმად იოსები არის ქვრივი და მარიამი არის ქალწული, რომელსაც ქალწულებრივი აღთქმა აქვს დადებული. ის ტაძარში მიიყვანეს და ტაძარში იზრდებოდა. მაშინ ტაძარს ჰქონდა სპეციალურად ესეთი ოთახები, როგორც ჩვენ ახ საკვირაო სკოლები, იქ საცხოვრებელი იყო და ბავშვები იზრდებოდნენ იქ საღვთო ჯულის სწავლებით. მარიამი იყო სწორედ ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მას მოხუცებული მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობლობაში იყო. და უნდა ეტვირთა მის ვიღაცა ახლობელს ეს ამბავი. ოღონდ ესე კი არ იტვირთებდა, მაგალითად, ღმერთმა დაიფაროს, ახლა არ მყავს ობოლი ბიძაშვილი, მაგრამ რომ მყავდეს ობოლი ბიძაშვილი, რომელიც პატარაა. მე ვთქვათ იმას, თუ წამოვიყვან ჩემთან სახლში საპატრონოდ, ესე კი არ იყო, რომ წამოვიყვანე და ახლა უნდა უპატრონო. არა, ცოლად უნდა შეერთო. ოღონდ ეს ცოლქმრობა არ გულისხმობდა კაცო საწოლს. არანაირად არ გულისხმობდა ამას. ცოლი და ქმარი დაერქმეოდათ მას, მაგ ერთ სახლში იცხოვრებდნენ და ის თქვათ როგორც ქალი ისე იმსახურებდა და ის კაც თავისთვის ესე იგი იქნებოდა იქ როგორც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ქალს არ ყოლოდა ქმარი. ეს არ შეიძლება მიუხედავად იმის. იცი რა, იყო ამისთვის სპეციალური გამოსასყიდები დანიშნული. თუ კი რაღაცა მსგავსი მოხდებოდა. ძირითადად ნახეთ როგორ არის, თუ კი ქალწული აღთქმას დადებდა მამის სახლში, მამას შეეძლო გაეუქმებინა მისი აღთქმა. თუ კი დადებდა ქმრის სახლში, ქმარ შეეძლო გაეუქმებინა მისი აღთქმა. მაგრამ ამისთვის რაღაცა გამოსასყიდები არსებობდა, რომელიც ტაძარში უნდა მსხვერპლ შეწირვა უნდა აღესრულებინათ და ამისთვის მოცემულია სპეციალური წესები რა, როგორ და რანაირად. მაგრამ
შეიძლება არც გაეუქმებინა და ეთქვა, რომ აღთქმა დადე კი ბატონო შეასრულე. მისი ნებართვის გარეშე უფლება არ ქონდა რომ შეესრულებინა. მარიამი ქალწულებრივი აღთქმით არის და ჩვენ ამას ვნახავთ ლუკას სახარებას, როდესაც მარიამს არ ქონდა უფლება გაიგრძელებინა აღთქმა, თუ არ მიიღებდა მეუღლის. დიახ, აი ეხლა უყურეთ როგორ არის საქმე. ეხლა უყურეთ რა ხდება. მარიამმა თქვა დადო ქალწულებრივი აღთქმა და არის ტაძარში. მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირად მისი გათხოვების ესეთი საკითხი დადგა. ის უთანხმებს სამქმარს, რომ მე ქალწულებრივი აღთქმა მაქვს დადებული. და თუ ის კაცი ეტყვის, რომ შენ შეგიძლია ქალწულებრივი აღთქმით ითხოვო, მაშინ მარიამი გადავა მასთან საცხოვრებლად. იმიტომ რომ მას ამისთვის ყველანაირი პირობა ექნება. ამას წინასწარ ათანხმებს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, თქვათ, მამისეულ სახლში ცხოვრობს, თქვათ, აი გოგო ცხოვრობს მამასთან და მამას ეუბნება, რომ მე დავდე ქალწულებრივად, მამა შეუძლია თქვა, რომ არა, მე შენ არ გაძლევ ამის უფლებას. მე პირიქით შენ უნდა გაგათხოვო, გოგომ უნდა დაემორჩილოს მას. და თუ თქვათ, ქმრის სახლში როცა იქნება, ახლა თქვათ, გათხოვდა უკვე და შვილები ყავს და მერე შეიძლება დადოს რაღაცა აღთქმა, აქ აღარ არის ლაპარაკი თქვათ ქალწულებაზე, შეიძლება რაღაცა ღვთისმსახურების რაღაცა წესზე, რაღაცა შეწირულობაზე, იმაზე. ამ აღთქმასაც კი ქმარს უთანხმებს. თუ ქმარმა უთხრა, რომ არა, არ გაძლევ უფლებას, არ უნდა აღასრულოს მან და თუ აძლევს უფლებას, მაშინ უნდა აღასრულოს ეს. კი, ასეთი იყო წესი. ამიტომაც იოსები გახლავთ, ესე იგი, მისი, როგორც გითხარით, უახლოესი ნათესავი, ამავდროულად ის კაცი, რომელმაც უნდა უპატრონოს მას, იოსებს უნდა ჩაბარდეს ქალწული მარიამი და ის უნდა გამოჩნდეს მისთვის როგორც ზრუნველად, იმიტომ რომ ყველა ქალს უნდა ყავდეს ქმარი. ისევე როგორც სხეულს უნდა კონდეს თავი, ასეთივე წესით და რიგის მიხედვით, ყველა ქალს უნდა ყავდეს ქმარი. ეს არის მოცემულობა, იმიტომ რომ ჩვენ დაბადების წიგნში რა გვიწერია? მეორე თავის დასასრულს აღორძინდით, გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა. ასეთია კურთხევა. ოღონდ ეს კურთხევა უნდა შესრულდეს. ამიტომ რომ შესრულდეს, როგორ შეასრულებს ამას აღთქმაში მყოფი ქალწული. აი მაგალითად დღევანდელ დღეს როგორ სრულდება ეს აღთქმა? ვინც მონაზვნად მიდის და ბერად აღიკვეცება. ისინი როგორ ასრულებენ ამას? წავიდა ეხა ვიღაცა 20 წლის ბიჭი, არ ცოლიყოლი არაფერი და აღიკვეცან გოგო. ისინიც ასრულებენ ამ აღთქმას, იმიტომ რომ ისინი სულიერი შვილებით ასრულებენ ამას. ისინი სულიერი შვილების მოზიდვით ასრულებენ ამ საკითხს, იმიტომ რომ ისინი ჯერ ერთი ოჯახში მიდიან, იმიტომ რომ მონასტერი ოჯახია ჩათვალეთ, ეს საეკლესიო ოჯახია, სადაც მათ უნდა იზრუნონ აი ამ სულიერ შვილებზე, რომელი შვილებიც იქან დახვდებათ, ან თვითონ შეიძენენ. აი ეს გახლავთ ამ აღთქმის ასრულება მონაზვნობაში. ძველ აღთქმაშიც იყო მსგავსი რამ, რომ ასეთი აღთქმები იდებოდა, ჩვენ ამას შევხვდებით, ნაზორეველობაც ერქვა, იქ კიდე ცოტა სხვა, მაგალითად იოანე ნათლისმცემელია ასეთი. პავლე მოციქულია ასეთი. იოანე მახარებელი ასეთივე გახლავთ ქალწულებაში იმყოფი. ამიტომაც ძალიან ბევრი შემთხვევა არის ესეთი, რომ თქვა დადებდა აღთქმას და ასე იცხოვრებდა ადამიანი. ამიტომაც ქალწული რატომ მოინდომეს მისი გათხოვება, უბრალოდ მიზეზი გითხარით, რომ ასეთი იყო წესი. არ შეიძლებოდა, რომ არ ყოლოდა მას ქმარი და თუ გათხოვილი რას გულისხმობთ ნაწინასწარმეტყველება? ყველაფერი იყო წინასწარმეტყველება. დიახ. ანუ ეს მარიამიც წინასწარმეტყველებაში იყო, ესე იოსები მისულიყო და წამოეყარა. იცით რა, ასე დეტალური წინასწარმეტყველება მე არ მახსენდება, რომ ძველ აღთქმაში სადმე იყოს, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ არის ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება და ძალიან ბევრი სახე-სიმბოლო. მათ შორის ყველაზე უფრო მკაფიო არის მაყვალი, რომელიც იწვის და ცეცხლი უკიდია და არ იწვის უფრო სწორად. ხო, ცეცხლი უკიდია და არ იწვის. ეს გახლავთ ღვთისმშობლის პირდაპირი სიმბოლო, იმიტომ რომ ესე იგი მას მოედო სულიერი ალი და ცეცხლი ამ შემთხვევაში სულიწმინდის სახით და ესე იგი შობამდე, შობის დროს და შობის შემდგომ მარად ქალწულია. და ეს მაყვალი არის სიმბოლო, მე ალბათ მინდა ნინოს ნუ ეს უკვე ისეთია, რაღაცა ხო ეს მისი მოღვაწეობის არჩევის სახეა, რომ იქ თქვა მაღლის ბუჩქთან
მაყულის ბუჩქთან მას შვებოდა, მოღვაწეობდა, თორე ისე ღვთისმშობლის სიმბოლო გახლავთ, ესო ცეცხლმოკიდებულ მაყვალს, ესე იგი, არ წვავდა ეს ცეცხლი. ხო, ეს რაც შეეხება ამ წმინდა ოჯახს და ჩვენ ახლა ვნახოთ, რომ აღმოჩნდა ის ორსულად სულიწმინდის მიერ, აქ ძალიან მოკლედ არის, მაგრამ ლუკასთან უფრო ვრცლად არის და გადავიდეთ ლუკასთან და ვნახოთ რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა მოკლედ ამ მდგომარეობაში. ასე დავამთავროთ დღევანდელი დღე. შეკითხვები თუ არა გაქვთ? შეკითხვა. დიახ. ხო შეიძლება სხვა ადგილი რაღაც წავიკითხე და ის გაჩნდა შეკითხვა. კი როგორ არა? ეს არის იმაზე, რა პარავილი მერო არის სახარებიდან ოგულინე. დიახ. სამბავი ვიცით, იქ არის უფალი რო შეაქებს მას და იყოს რომ ადამიანის შვილები ღვთისმშობლებზე უფრო გონიერები არიან მოხერხებულობები. რა იგულისხმება, რას ნიშნავს ღვთისმშობლები, რას ნიშნავს რითი განსხვავდებიან ადამიანის შვილებისაგან და რა იგულისხმება, რომ ადამიანის შვილები უფრო გონიერები არიან ეს სახარებისეული იგავი სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრ კითხვას აჩენს. ხო და მე ახლა არც ერთ რამეს გთავაზობთ. როგორ გირჩევნიათ, რომ ეს იგავი წავიკითხოთ და განვიხილოთ თუ შემდეგში გადავდოთ? იმიტომ რომ დროს ბევრი ჭირდება ამას და ორიოდე სიტყვით ისე კი გეტყვით, რომ ამ ერთგულ მნეზე, როდესაც არის ლაპარაკი და იქ ადამიანურ შვილობაზე ლაპარაკი რაზე იცით, რომ დაცემული ანგელოზი აქვს მარტივი მდგომარეობა. დაეცა და რჩება იმ დაცემულობაში. და ადამიანს აქვს ეს მდგომარეობა, რომ შეიძლება შეიცვალოს და აი ეს გონიერება სჭირდება, რომ შეიცვალოს უკეთესებისკენ და ამის შესახებ არის ლაპარაკი. ადამიანის შვილი გადავიდეს ღვთისმშობლში და დიახ. სამწუხაროდ შეიძლება პირიქით. დიახ. ეს ძალიან მოკლედ და იქ უფრო ვრცელი საუბარი არის, მაგაზე საჭიროდ მინდა გითხრათ. მადლობთ ყურადღებისთვის.